ხელისუფლების წარმომადგენლები ჭყალებში ხელისუფლების ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი დიალოგში უშუალოდ არველაძე რატო არ შემოდის ჩვენთან საზოგადოების წარმომადგენლები და ასე შემდეგ. მან ჩვენი არგუმენტი მანდ არის, რომ იმდენჯერ მოგვატყუეთ და იმდენად არაგულწრფელები ხართ თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და ჩვენ გვახსენდება ხოლმე რაღაცა გახარიაზე როგორ იტყუებოდნენ, ოცივნის შემდგომ როგორ იტყუებოდნენ, როგორ იტყუებოდნენ რაღაც პროპორციულ სისტემაზე, რუსულ კანონზე და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ტყუილები იყო, რომლებიც გვავიწყდება რამდენ რამეზე ხელისუფლება ამბობდა, რომ ჩვენ რესურსი არ გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. მაგალითად, რესურსი არ გვაქვს, რომ მომიტინგეები დავიცვათ შავრაზმელებისგან, როდესაც ჟურნალისტებს მაგალითად რუსთაველზე უსწორდებოდნენ და ჩვენ არ გვყავს პოლიციელები, რომ ისინი დავიცვათ. და ეხლა ახლა ნახეთ, თურმე ყოლია, თურმე აქვს საშუალება, როცა თვითონ სჭირდებათ, რომ გამოიყვანონ ჩვენზე გაცილებით უფრო დიდ სახელმწიფოებს, არ ყავთ ხოლმე ამხელა სპეცრაზმი, რამხელაც სპეცრაზმი შემარ სწორი ტერმინია, მაგრამ ხვდებით რაც გულისხმობ, რამხელაც საქართველოში არის. იგივე იყო ძალიან ბევრი წელი აქტივისტები, მათ შორის ცხოველების უფლებების დამცველები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ პიროტექნიკის ესეთი ინტენსიური გამოყენება საახალწლო პერიოდში არ არის ნორმალური, არის ცუდი ბუნებისთვის, არის ცუდი როგორც ცხოველების ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამას ხელისუფლების რეაქცია იყო, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ ეს შევზღუდოთ. როგორც კი დაჭირდათ, ერთ წამში ნახეთ, რომ გააქრეს პიროტექნიკა ბაზრიდან, საერთოდ ერთ წუთში შეიძლება თურმე ამის აგზავნა. ანუ ესეთი თვალთმაქცობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სასაცილო არის ეგეთ ადამიანთან მე თუ წინასწარ ვიცი რომ მოტყუებას მიპირებ რა აზრი აქვს შენთან ლაპარაკს